მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია შუადღის პოლიტიკა FM 98.5-ზე. რადიო სივრცის გაზაფხულის ქუჩის სტუდიიდან მაუწყებლობთ და ვაგრძელებთ ჩვენი გამოშვების მესამე სეზონს. დღეს ჩვენი სტუმარია თორნიკე შარაშეინძე, პოლიტოლოგი, დიპლომატიის ისტორიკოსი და კიდე ჩემი ყოფილი მასწავლებელი და უამრავი რეგალიის მქონე. და ჩვენ რა თქმა უნდა ვილაპარაკებთ მიმდინარე საერთაშორისო ვითარებაზე. ერთი კვირის წინ ჩვენ გავხდით უნგრეთში, იქაური საერთაშორისო ურთიერთობის ინსტიტუტის მიწვევით, სადაც საინტერესო ფორუმი გაიმართა, რომელიც ეძღვნებოდა უსაფრთხოების ახალ არქიტექტურას და მათ შორის მოაზრებული იყო კავკასიის მიმართულება, შეიძლება ესე ითქვას, რთული საკითხები, როგორიც არის ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობა და აი ამ ფონზე, რაც სოფლიოში მიმდინარეობს, იყო ძალიან შინაარსიანი და საინტერესო იყო ძალიან მაღალი დონის მონაწილეების გამოსვლათა მოსმენა და ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი იყო შტაბ-ეჭდილება იქ შექმნილი და ჩვენ რა თქმა უნდა ამაზეც ვილაპარაკებთ, მაგრამ ყველაზე მთავარი და აქტუალური თემა ეს არის, მაინც ჩვენ ფოკუსს ამ გადაცემაში გავაკეთებთ ევროპაზე და ყველაზე მნიშვნელოვანი არის სწორედ ევროპის როლი დღესდღეობით. ჩვენ წინა გადაცემებში ორშაბათსაც გუშინაც ეფშტეინის კუნძულზე ვილაპარაკეთ ამ საკითხზე და გუშინ აღნიშნე და ახაც გავიმეორებ, რომ ამ ომს აქვს ორი განზომილება, ერთი სამხედრო, რაც საკუთრივ ბრძოლის ველზე შექმნილი ვითარებაა და როგორც მიმდინარეობს იქ პროცესი, უკვე 4 წელი გახდება მალე, რაც ომია უკრაინაში და მეორე ეს არის ერთგვარი კოგნიტიური განზომილება, ის საინფორმაციო ველი, სადაც ხდება სხვადასხვა ნარატივების დაპირისპირება და მე მგონია, რომ ეს არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ამ სიტუაციაში, იმიტომ რომ ეს განსაზღვრავს სწორედ დღეს იმ არქიტექტურას, რომელიც აღარ არსებობს, ზოგს აღარ უნდა რომ არ არსებობდეს, რომელიც ახალიც ჯერ შექმნილი არ არის და ვიმყოფებით ამ ერთგვარ პოლიტიკური ამალგამის მდგომარეობაში და აი ეს დაპირისპირება ეხლა კიდე მორიგი რაუნდის მცდელობისას, როდესაც ლაპარაკი არის ძალის ხმევაზე, იქნებ გაჩერდეს რაღაცნაირად ეს ომი, რამეს მაინც მოეწეროს ხელი, ამან მიიღო ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი გამოხატულება. ჩვენ ხედავთ ევროპის მცდელობას, რომ მან არ მიიღოს, ესე ვთქვათ, ისეთი ტიპის შეთანხმება, რომელიც ცვლის ევროპაში აი პოზიციას, როგორადაც ევროპა ცდილობს წარმოადგინოს თავის თავი. ალბათ ყველაზე უფრო ოდიოზური გამოხატულება, აი რას ცდილობს ევროპა, შეიძლება მოვიხმოთ კაია კალასის ფრაზა, რომელსაც თქვა, რომ მე არ მესმისო, რატომ უნდა შეიზღუდოს უკრაინის არმიის რიცხოვნობა, როცა საჭიროა რომ შეიზღუდოს რუსეთის არმიის რიცხოვნობა. აი ესეთი რადიკალური აროგანტული პოზიციიდან ყველაზე კარგად ასახავს იმ განწყობას და ეს ხალხი არის მაღალი თანამდებობის პირი. უკეთ ბრიუსელის ცდილობა, რომ ყველაფერი დარჩეს ისე როგორც იყო, არის დღესდღეობით კაფიოდ გამოხატული, მაგრამ ხო არის ესეთი ფრაზა, რომ ისე უკვე აღარ შეუძლიათ, როგორც აქამდე იყო, მაგრამ არც სხვანაირად არ შეუძლიათ. ამიტომ საინტერესოა, რატომ არ თანხმდება ევროპა მშვიდობას? ცოტა შორსწავალ, ესე თქვა, თეორიებში. ევროპა არის 64 დედამიწაზე. მსგავსი 64 არასოდეს არ შეუქმნია კაცობრიობას. და ეს 64 იმის წყალობით შეიქმნა, რომ ამერიკამ აიღო თავის თავზე მისი დაცვა. და მას შემდეგ რაც დაიშალა საბჭოთა კავშირი, მით უმეტეს ევროპა იქცა 64-ით, იმიტომ რომ ყველანაირი გარე საფრთხე გაქრა. მაგრამ აი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შექმნილ სტატუს-კვოს არ შეეგუა, როგორც ვნახეთ, რუსეთი, ის დაბრუნდა, როგორც აგრესიული რევანშისტული სახელმწიფო წამოიწყო ომი. და ის სტატუს-კვო, რომელშიც ევროპა ცხოვრობდა ბედნიერად, შეიძლება დაინგრეს ამ ომის გამო, იმიტომ რომ ზოგადად ნებისმიერ სტატუს-კვოს ომი ანგრევს. და ამ ომმა შეიძლება თავდაყირა დააყენოს ევროპისთვის სასურველი ძალიან კარგი სტატუს-კვო. ეს ერთი. მეორე, ევროპულმა ბიუროკრატიამ, იგივე კაია კალასმა, ურსულამ და სხვებმა თავიდანვე დადეს ფსონი აშკარად რუსეთის სტრატეგიულ დამარცხებაზე. ამით აიხსნებოდა ურსულას ფონ ლაიენის ცნობილი განცხადება, რომ რუსები ისეთ შავდღეში არიან, რომ მაცივრებს შლიან და სარეც მანქანებს შლიან, რომ იქიდან ჩიპები ამოიღონ, რომ ეს ჩიპები გამოიყენონ შეიარაღებაში. დარწმუნებული იყვნენ, რომ რუსეთი დამარცხდებოდა, დადეს ყველაფერი ამ დამარცხებაზე. ეხლა როცა საქმე ისე არ წავიდა, როგორც მათ იმედი ჰქონდათ,
რა თქმა უნდა ძალიან რთულ მდგომარეობაში არის. უნდა აღიარონ შეცდნენ, ხო? და ეს შეცდომა აღიარება შეიძლება მათ ძალიან ძვირად დაუჯდეთ. კონკრეტულად რა შეიძლება მოხდეს? შეიძლება ევროპაში ჩვენ ვიხილოთ ამის შედეგად, როცა ეს ომი დამთავრდება ისე როგორც ევროკავშირს არ წარმოედგინა, შეიძლება ევროპაში გაიმარჯვონ ულტრამემარჯვენეებმა. იქ, არა მხოლოდ შედარებით მცირე სახელმწიფოებში, რომელთაც ასე თუ ისე ევროკავშირის თანამედროვე ეს ბიუროკრატია იტანს, როგორც არის ჩეხეთი მაგალითად, ხო? არამედ საფრანგეთში და გერმანიაში თუ ეს მოხდა, ყველაფერი სერიოზულად შეტრიალდება. ამ სახით ეს ევროკავშირი აღარ იარსებებს. ევროკავშირი ცხადი არ დაიშლება, მაგრამ სხვანაირი იქნება და ეს ნიშნავს ძალიან სერიოზულ ცვლილებას, ამოტრიალებას შეიძლება ითქვას. ამიტომაც ევროკავშირს ახლა ალბათ ევროკავშირმა არ იცის რა ქნას. რუბიო როცა ტრამპმა მოიგო არჩევნები და რუბიო დაინიშნა საგარეო მინისტრად, ძალიან საინტერესო რაღაცა დაგვიმხილა. მან თქვა, რომ როცა ესაუბრა ევროკავშირის ხელმძღვანელებს, მათ უთხრეს, რომ როცა კითხა, რომ ისე იმედი ჰქონდათ მათ ახლა რუსეთ-უკრაინის ომში, პასუხად მოისმინა ევროკავშირის ხელმძღვანელებისგან, რომ ომი მაქსიმალურად იქნებ ჩვენ გავახარჯლიოთ იმის იმედად, რომ რუსეთში მოხდება შიგნით რაღაც გადატრიალება. ამის იმედზე ევროკავშირი აშკარად რამდენად რეალისტურია ეს ახლა რთული სათქმელია და კიდევ ერთიც მათ როგორც ჩანს აღარ აქვს მანდამაინც ამერიკის იმედი ტრამპის ესე ვთქვათ თავისებურებიდან გამომდინარე ასევე როგორც ჩანს შიში არის ძალიან სერიოზული ტრამპის შემდეგ შეიძლება პრეზიდენტი გახდეს ჯეი დი ვენსი რომელმაც შეიძლება კიდევ უფრო მეტად აიღოს ხელი ესე ვთქვათ ევროპაზე და ფიქრობენ რომ საკუთარ თავს თვითონ უნდა მიხედონ და ამისთვის ჯერჯერობით ევროპა მზად არ არის და თუ ეხლა ეს ომი დღეს გააჩერეს იმ 28 პუნქტის შესაბამისად რაც რეალურად ნიშნავს უკრაინის კაპიტულაციას არა მაგრამ სერიოზულ მარცხს პირდაპირ ვთქვათ ამის შემდეგ ეშინიათ რომ რუსეთი მათზე გადავა. ეხლა გადავა თუ არა ნამდვილად რთული სათქმელია, მე არ ამგონია რუსეთი ეხლა ეგრევე დაიწყოს რუსეთმა ეგრევე შედება ევროკავშირზე, მით უმეტეს თითქმის მთელი ევროკავშირი ნატოს წევრი სახელმწიფოებია, ხო? არ არის მზად ეხლა რუსეთი დღეს ამისთვის, არ გააჩნია ამის რესურსი ნამდვილად, მაგრამ ამისი მათ რეალურად ეშინიათ და შესაბამისად ფიქრობენ რომ კიდევ 1-2 წელი მაინც მოიგონ, იქნება მასობაში ევროკავშირის შერეღებული ევროკავშირის წამყვანი სახელმწიფოების შერეღებული ძალები, ასე თუ ისე ფეხზე დადგნენ განსაკუთრებით როგორც ჩანს იმედი აქვთ პოლონეთის და ეს პრინციპში რეალისტურია პოლონეთი საკმაოდ ძლიერი სახელმწიფოა ეს ერთი და პოლონეთს პლუს ამას აქვს აშკარა პოლიტიკური ნება რომ ყავდეს ძლიერი შერეღებული ძალები განსხვავებით ევროკავშირის სახელმწიფოების უმეტესობისგან იმიტომ რომ ევროკავშირი ხო ძირითადად ეს არის კონსიუმერული საზოგადოება კარგ ცხოვრებას მიუშვებული ხალხია და შენ კარგ ცხოვრებას მიუშვებულ მოქალაქეს ვერ გადასვამ სიტყვაზე BMW-დან ნავით ტანკში ვერ გადასვამ ხო ძალიან რთულია გერმანია განსაკუთრებით ასეთია გერმანია თავიდან ბოლომდე ჩამოყალიბდა კონსიუმერულ საზოგადოებად. ეს არის social welfare state, კეთილდღეობის სახელმწიფოა. დაზღვევა, ჯანდაცვა, განათლება, ყველაფერი უფასოა, ყველაფერი სახელმწიფო აფინანსებს და ასე დროს აი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იქნება გერმანიისთვის, რომელიც ახლა იქადნება, რომ ძლიერ შერეღებულ ძალებს შექმნის. აი ძალიან საინტერესოა როგორ გააკეთა მას ამას რის ხარჯზე. მეოთხე წელია გერმანიის ეკონომიკას აქვს სერიოზული სტაგნაცია ამ ომის გამო სწორედ იმიტომ რომ რუსულ გაზს ვეღარ იღებს, შესაბამისად გაზი გაუძვირდა დაახლოებით 2-ჯერ. ეკონომიკა სტაგნაციაშია, შესაბამისად ფული შემოკვდა ძალიან სერიოზულად. საიდან უნდა მოიტანოს ახლა საინტერესოა ეს ფული რომ შექმნას შერეღებული ძალები, ხო, რომელიც იდეაში მას მიაჩნია რომ ჭირდება. ხო, აი ეს სიტუაცია ვიღებთ საკმაოდ მძიმეს ევროკავშირისთვის. ევროკავშირს ქონია რამდენჯერმე კრიზისი ადრე, მაგრამ ასეთი დონის არ ქონია, იმიტომ რომ აქამდე ომი არ ყოფილა უშუალოდ ევროკავშირის საზღვართან, არასოდეს დიდი ხანია 45 წლის მერე, ხო, პირდაპირ თქვა. თუ ბალკანეთის ომი არ ითვლება რეალურად, ეხლა ბალკანეთის ომი იყო სამოქალაქო შიდა ომი, რომელშიც მერე ჩაერია, ოდესღაც მერე ნატო ჩაერია და ალაგა ყველაფერი. ამისო რომ ეს არის იყო იმდენად სერიოზული გამოწვევა იმისთვის. აქ ამ ომში ჩართულია რევანშისტული რუსეთი, რომელიც ცდილობს გადასინჯოს ის სტატუს კვო, რომელშიც ევროკავშირი ცხოვრობდა ბედნიერად და ეს არის ყველაზე მისთვის სერიოზული გამოწვევა, ისტორიული ყველაზე მძიმე გამოწვევა შეიძლება ითქვას ევროპისთვის ახლა ეს. ამ ყოფილი ვარშავის ბლოკში აი ამ ნაწილში ჩვენ ხედავთ განსხვავებულ განწყობებს, ხო? აი ჩვენ ნახეთ ალბათ ყველაზე უფრო გამოხატული არის უნგრეთი, რომელიც სრულიად პრაქტიკულად დაპირისპირებული არის ბრიუსელის პოლიტიკასთან. ცვლილებები ხდება სხვა ესეთ ხელისუფლებაში, ჩეხეთში იგივე ხდება და სხვა აღმოსავლეთ ქვეყნებში ისეთ განსხვავებული განწყობაა და შეცვლილ პოლიტიკას იქ თავის საყრდენიც გააჩნია იქაური პარტიების კუთხით. მაგრამ არსებობს ასევე აღმოსავლეთში სახელმწიფოები, რომლებიც პირიქით არიან ყველა პაპზე მეტი კათოლიკეები, ბალტიისპირეთის ქვეყნები, აგერ
ერთ-ერთმა რკინიგზაც კი უნდა ავყაროთო რუსეთისკენ მიმავალიო, ხო, ცოტა ხნის წინ დღეს ვნახე რაღაც ეგეთი ამბავი, ანუ სრული იზოლაციონიზმისკენ არიან, ანუ რუსეთი უნდა მოიკვეთოს და აქ რაღაცნაირად უნდა გამაგრდნენ, ხო? ამას რეალურად რა თქმა უნდა იმისთვის რომ გახანგრძლივდეს სანამ ევროპის თეორიული ბრძოლის უნარიანობა გაიზრდება, ცხადია რომ აი აქ შაგრენის ტყავით ამაში იხარჯება უკრაინის მოსახლეობა, უკრაინის ტერიტორია და ასე შემდეგ. თქვათ ამ მორალურ ნაწილს რომ თავი დავანებოთ და საერთაშორისო ურთიერთობებში ყველაფერი ინტერესის მიხედვით არის, ხო, რაღაც აგებული. ამას რო შევეშვათ, ეს ერთგვარი რისკ ფაქტორიც ხომ არის, იმიტომ რომ აი ამ ტაქტიკამას თუ ვერ გამოიღო შედეგი, ჩვენ შეიძლება იმ დარჩენილ უკრაინაში მივიღოთ სრულიად სხვა ტიპის განწყობა. მივიღოთ განწყობა, რომ მათ დაინახონ, რომ ისინი გაწირეს, ისინი რაღაცნაირად აი მართლა ხე ჩვენ კი ვლაპარაკობთ თაკ ამაზე, მაგრამ სადღაც არსებობს რწმენა, რომ არა, აი ევროპა ჩვენ გვერდითაა და ჩვენ ამას განცხადებებში ვისმენთ, რომ ჩვენ ბოლომდე თქვენ გვერდით ვიქნებით და ასე შემდეგ და შემდეგ უცებ ნახავენ, რომ აი რეალურად რა გაკეთდა. სადღაც ხო დადგება ეს დრო, სადღაც გაჩერდება ეს ომი, მე არჩევნები ჩატარდება, არჩევნები ნიშნავს რაღაც ერთგვარ პოლემიკას, ხო ესეა. და რაღაც საზოგადოების ხმა დაბრუნდება უკრაინულ პოლიტიკაში. და ჩვენ შეიძლება ვიხილოთ ახლა სადაც აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში არის ეს შიდა დებატი, იქაც იქნება ეს რომ ანუ სად აღმოჩნდით. და ამ მხრივ ევროპა რისკავს რომ პირიქით ეს უფრო მეტი ევროსკეპტიციზმი გაჩნდეს. და როგორც ერთ-ერთ ფუნდამენტურ ევროპულ წიგნში წერია, თუ უნდათ რომ არაფერი არ შეიცვალოს, მაშინ ყველაფერი უნდა შეიცვალოს. რატომ ეშინიათ მაშინ აი ამ შიშის? ეს უბრალოდ ისტაბლიშმენტის შიშია. ეს წიგნი ეხება, მოდი ვთქვათ, იტალიის გაერთიანებას, როცა შეიცვალა რადიკალურად სიტუაცია ევროპაში. იმიტომ რომ იტალია გაერთიანდა. ხო და ეს არის პოლიტიკური განზომილება, რომ უბრალოდ ეს მართველი ელიტა გარკვეული იდეოლოგიის ცდილობენ თავისი საკონტროლო პაკეტი არ დათმონ. თუ ამას უფრო რაღაცა ღრმა შიში გააჩნია. ხა პოლონეთის შიში გასაგებია მარტო მე-20 საუკუნის განმავლობაში რა გადაიტანა ხო პოლონეთმა და ბუნებრივია რომ ისინი ხვდებიან მათ ნაომარი აქვთ ამ დროის განმავლობაში ფრანგებზე მეტი ნამდვილად მე-20 საუკუნეს გულისხმობ და შესაბამისად ინდუსტრია აქვთ, წარმოება აქვთ და ისინი თავის თავდაცვისუნარიანობაზე იზრუნებენ. მაგრამ ეს არის უფრო რასტი ღრმა ესეთი შიში რეალისტური რუსეთის მიმართ თუ არ ვიცი დაკარგული პოზიციების მიმართ თუ მათ აქვთ იმის შიში რომ თუ რუსეთის ომი დამთავრდა უკვე შიდა სხვა ტიპის კრიზისი გადაუვლის. ანუ ომი შეიძლება მათთვისაც კარგი საფრთხობელაა რომ პოლონეთისთვის მე ვერ ხედავ საკითხზე და არა ემიგრაციაზე, არა ღირებულებით ნაწილზე და არა თქვათ ეკონომიკურ ნაწილზე. პოლონეთისთვის მე ვერ ხედავ ესე თქვათ სერიოზულ საფრთხეს. ბალტიისპირეთის ცხადია უფრო ჩანს ეს საფრთხე, მათ შორის გამომდინარე იქიდანაც რომ ბალტიისპირეთის სამივე შენაკლებად, მაგრამ ლატვიაში და ესტონეთში დღემდე დგას პრობლემა რუსული უმცირესობის რომელთა ინტეგრაციაც ვერ მოხერხდა. ანუ ესტონეთში ცხოვრები რუსები ვერ გაესტონელდნენ. ეს როგორც ჩანს გამოწვეული იყო ცხადია როგორც მოსკოვის შეგნებული პოლიტიკით რომ მოუწოდებდა იქ რუსებს რომ არ გაესტონებულიყვნენ, ასეულობად შეცდომები დაუშვა ესტონეთის მთავრობამ და იგივე მოხდა ლატვიაშიც. და როცა ესე დასაყრდენი ყავს მოსკოვს ძლიერი საკმაოდ ორივე ესტონეთში და ლატვიაში მათ შიშის საფუძველი აქვს, რა თქმა უნდა, საკმაოდ სერიოზული. ლიტვას რაც შეეხება, ლიტვა ბოლო წლებში იქცეოდა უცნაურად და უპირისპირდა ჩინეთსაც, არა მხოლოდ რუსეთს, ჩინეთსაც და უპირისპირდა სანქციების შემოღება და ანონსად ჩინეთის წინააღმდეგ. ანუ მათ ბოლო პერიოდში დაიკავეს მკვეთრად ანტირუსული გასაგებია კი ბატონო, მაგრამ ამას დაემატა კიდე ლიტვის უცნაური პოლიტიკა, ანტირუსულს დაემატა ანტიჩინურიც. ასეთ სიტუაციაში, როცა შენ ესე თქვა დაპირისპირებული ხარ გეოგრაფიის გამოისობით რუსეთთან გასაგებია, კიდე გაუპირისპირდა თუმცა ჩინეთს და კიდე ამასობაში გაჩნდა საფრთხე, რომ ტრამპის გამო და მე იდეაში შეიძლება ვენსის გამო ამერიკა რაღაცნაირად რეგიონიდან გავიდეს, რა თქმა უნდა გეშინია პანიკური შიში გაქვს. ხო ეს გასაგებია და ახსნადია. პოლონეთს მე არ მგონია რა პრობლემა იყოს, პოლონეთი არის ძლიერი შემდგარი სახელმწიფო და ხა რუსეთს ნამდვილად არ აქვს იმის თავი, რომ პოლონეთთან ომი დაიწყოს ეს სრული სიგიჟე იქნება. რაც შეეხება უკრაინაში სამომავლო სცენარებს არსებობს ხადია ყველაზე მძიმე სცენარის ალბათობა უკრაინის, რომ რაღაც ტერიტორიის ნაწილი საერთოდ სხვებმა მიერთონ, არა მხოლოდ რუსეთმა. ეგეთი მძიმე სცენარიც არ უნდა გამორიცხოთ სამწუხაროდ. იმედია იქამდე არ მივა საქმე, რომ გალიჩინა ლოვის მხარეთ პოლონეთთან წავიდეს სიტყვაზე. ეგეც არაა გამორიცხული პრინციპში. ყველაზე უფრო ესე ვთქვათ რეალისტური სცენარი არის საშუალედური ალბათ, რომ უკრაინა რომელიც იქნება არაოკუპირებული, იქ ასე თუ ისე შედგება არჩევნები, აირჩიებენ რაღაც მთავრობას, პროევროპულს, ღერო კავშირში როდი შევლენ ეს ღმერთმა უწყის ზამთრული სათქმელია, მე არ უყურებ პანდამენტს. სამწუხაროდ პანდამენტს თქვათ ოპტიმისტურად არ უყურებ ევროკავშირის გაწევრიანების შანსებს, ვინ უკრაინა ჯერ უნდა დაალაგდეს პოლიტიკურად, ეკონომიკურად, უნდა ჩაიდოს შეინფული, რომ ეს
განადგურებული ინფრასტრუქტურა და შენობები აღდგეს ამას დაჭირება რამდენიმე ტრილიონი ალბათ და რამდენიმე ტრილიონი არ გააჩნია ევროკავშირს და ამერიკამის გადამხდელი ცხადი არ არის. არც რუსული გაყინული აქტივები არ არის ამდენი, რომ ეყოს ევროპას, ამებოდიში უკრაინას, ასე რომ ამ სახით უკრაინის მიღება ევროკავშირში და შესაბამისად ევროკავშირის მიერ საკუთარ თავზე აღება მთლიანად უკრაინის ხელახალი ესე თქვა ამ დანგრეული ნაწილის აშენების და განვითარების ძალიან მძიმე ტვირთი იქნება. და აი ეს დიდ პრობლემას გააჩენს კეთილმოქმედი და შეიძლება ამანაც შეუწყოს ხელი უკრაინის შიგნით, იმ უკრაინის რომელიც გადარჩება ოკუპაციისგან, უკრაინის შიგნით შეუწყოს ხელი ძალიან საკმაოდ სერიოზულ სკეპტიციზმის განვითარებას, რომ რა მივიღეთ საბოლოო ჯამში ისინი ამ კითხვას დასვამენ და ალბათ ევროკავშირში ბრიუსელში ეს ესმით რომ შეიძლება უკრაინაში გაჩნდეს აი ესეთი მკვეთრი ანტიევროპული განწყობები და ამიტომაც შეუბნებიან რომ თქვენს გვერდით ვართ. მაგრამ თქვენს გვერდით არა რას ნიშნავს ეს გავშიფროთ, მოდი. ფულს მოგცემთ კი ბატონო, რაღაც ფულს მისცემენ, მაგრამ ამასობაში ევროკავშირს ფული ელევა. ჩვენ რო ვიყავით ეხლა ბუდაპეშტში, იქ მოვისმინეთ სერიოზული ხალხისგან. არა მხოლოდ უნგრელებისგან, ეხლა ვინმე არ იფიქროს, მარტო უნგრელები იყვნენ, უკრაინელებიც იყვნენ იქ, ხო? ევროპელებიც, სხვა ევროპული სახელმწიფოები იყვნენ, ამერიკელი იყო, რუსიც იყო, აზერბაიჯანის ომეხი და ასე შემდეგ. იქ მოვისმინეთ, რომ ევროკავშირს ამ ეტაპზე ფული ელევა. რის იმედი აქვს? გაყინული რუსული აქტივები. რომელიც არის 1 წლის ბიუჯეტი. ზუსტად, ეყოფა 1 წელი. კი, კი, აი კიდე 1 წელი ეყოფა უკრაინას. სად ხდება? 1 წელი გაგრძელდება ეს ომი და უკრაინამ გაკაჩა ეს 1 წელი იმ ფულით, რომელსაც ეხლა რუსეთს წაართმევენ, იმის ფერი რა გადარჩება, საიდან მოიდანენ ფულს. იმის ფერი წასართმევი ფული წაგადარჩება რუსეთს და მე რას ვაკეთებ და ეს არის თავი შეკითხვა, ხო? საითკენ მივდივართ. ამას იმ პირობებში, როცა სტატუს კვო არ იცვლება, ანუ game changer-ი რა უნდა იყოს. ფული კმეტი ვერ გაჩნდება, ომში ჩართვას არაპირებენ ეს სახელმწიფოები, ძალიდან დახმარებას სხვანაირად არაპირებენ და რუსეთს მეტი არგუმენტი აქვს ჩინეთს ან სხვას უთხრას, რომ ნახე, ანუ ეს მოცემულობა არ იცვლება და თან გუშინ არგუმენტად გამოვიყენეთ, რომ არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ანუ საათი ციკციკებს. ეს არ არის. შეიძლება რუსეთი მართლაც შეასრულოს თქვა თავის დაპირება, რომ იცი ჩვენ შვედეთს 21 წელი ვიომეთ და ეხლა გზად ვართ ვიომოთ ხანგრძლივი ომი, მაგრამ იქ არსებობს ამერიკის ფაქტორი, სადაც ვინ რამდენჯერაც არ უნდა გახდეს პრეზიდენტი, დრო ამ საპრეზიდენტო არჩევნების, ანუ ეს კალენდარი არ იცვლება, ხო? ანუ ტრამპის ყოველდღიურად ტრამპის ვადამ ილევა. 1 წელი უკვე გავიდა, ხო? და ანუ მას მე შუალედური არჩევნები აქვს. ანუ მას თავისი კალენდარი აქვს. მან ეს ყველაფერთან დროში უნდა მოასწროს. ეს არ არის უსაზღვრო. და საერთოდ ეხლა სხვათა შორის ვიკავით თურესიონის ფაქტი, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს ხოლმე შიდა პოლიტიკა, არჩევნები, კონგრესის არჩევნები, შუალედური არჩევნები, რაც მოდის ხოლმე ხშირად არის საკმაოდ. ნუ თავისთავად როცა საპრეზიდენტო არჩევნები მოდის, ეს ძალიან დიდ დროს და ენერგიას ართმევს. იმიტომ რომ ამერიკული საარჩევნო კამპანია გადართულია როგორც წესი კონცენტრირებული შიდა პრობლემებზე უფრო მეტად. ეხლა მეგონი პირველად არის ალბათ, რა ვიცი, ციუმის შემდეგ რომ ამერიკაში საარჩევნო კამპანიის დროს ხანდახან საუბრობენ ხოლმე საგარეო პოლიტიკაზე, ძირითადად სწორედ უკრაინის გამო, ძირითადად, მეტი არაფერი. მაგრამ ისე დონეზე ცხადი არა, როგორც საუბრობენ, რა თქმა უნდა, გასახადებზე, სამუშაო ადგილებზე, თავარი მაინც ეს არის, ეკონომიკაც რა თქმა უნდა, ეს არის. ხო და ამიტომაც ამაშია საქმე. უკრაინელები როდდებიან ევროპისგან მხარდაჭერას ჯერჯერობით ფულში გამოიხერდება ეს, ხო? ევროპა იქ ჯარს არ აგზავნის და არც გააგზავნოს, ცხადია უკვე. მით უმეტეს. არც კრიტიკული იარაღს არ აქვს. არ კრიტიკული იარაღს, ხო, არც აქვს რეალურად ისეთი რაოდენობის იარაღი. ჯარის გაგზავნა თუ უნდა და აქამდე გაგზავნიდა მაშინ, როცა უპირატესობა რაღაც დონეზე ქონდა უკრაინას, ეგეთი 13 წლის წინ. ეხლა რაც უპირატესობა აქვს რუსეთს, მით უმეტეს არ გაგზავნია, გამორიცხული ეს ცხადია. და რა თქმა უნდა, ამას უკრაინელები ხვდებიან. ანუ რა გამოსავალი რჩება უკრაინას? ახალი სერიოზული გაწვევის ტალღა, რის ხარჯზე, რომ დაწიონ გაწვევის ასაკი. გადაიტანს ამას ეხა ზელენსკის მთავრობა, რომელიც გარკვეულია სერიოზულ კორუფციულ სკანდალში და დასუსტებულია. აი ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა, რომელზეც საქართველოში თითქმის არ საუბრობენ. და ეს ეხა არ შეიძლება ითქვას, არის უპირველესი პრობლემა ზელენსკისთვის, უკრაინის შიგნით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დაუპირისპირდა მას ძალიან ბევრი. აი ტიმოშენკო და სხვები დაუპირისპირდნენ. არა, უკვე თავის გუნდის წევრებიც აკრიტიკებენ, ხო, ამ ყველაფრის გამო. სცენარი, სადაც რეალისტური, იმიტომ თუ ჩვენ ნახეთ სულ რაღაც 30 წლის წინ ეს იუგოსლავიის და ეს ბალკანური სცენარი, როცა დიდი სახელმწიფო ეს დაიშალა რაღაც ნაწილებს შორის და ნახეთ ომი, ანუ ეს ხალხი, ეს ჯარი არსებობს უკრაინაში. თუკი ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ მთელი ეს ნაბუს ამბავი ეს არის მიბჯენილი დანა, ეხა გაახსენდათ, ეხა ეს მანამდე არ ქონდათ ინფორმაცია იმისთვის, რომ პრაქტიკულად ზელენსკის ზეწოლის ინსტრუმენტია იმისათვის, რომ ის აიძულონ რაღაცა. ამიტომაც არის შემთხვევით 2 წლის წინ ნაბუს გაუქმება მოინდომეს, მაგრამ არ გამოვიდა. ხო, ის მიხვდა რომ ეს ესე იყო და ამას ჩვენ ნახეთ
ანუ არაფერს არ მოყოლია პროტესტი უკრაინაში, ამის გარდა ჩვენ ნახეთ აი ეს რაღაცა ცოტა ესეთი არასამთავრობო შეფერილობის ადამიანები ამ უყაოს პლაკატებით, ესეთი ძალიან ცნობილი ხელწერით, გამოსული საპროტესტოდ და მას არ მისცეს ამის საშუალება და დღეს ეს ნაბუ ამოქმედდა რეალურად და ამხილა არა მარტო ის რაც ამხილა კიდე რამდენი აქვს წარმოიდგინე ხო ეს გასამხილებელი, იმიტომ რომ ხა მილიარდებზეა ლაპარაკი, ამ მილიარდებს მარტო უკრაინაში არ იპარავენ, ხო, ვინც აძლევს იქითაც რჩება ხოლმე. ყოველ შემთხვევაში ეს არქიტექტურა გასაგებია და უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნაც. და ეს შეიარაღებული ძეგლი ყველა შეიძლება კმაყოფილი არ დარჩეს და ყველას რაციონალურად ვერ აუხსნი, რომ ეხლა ეს არის ცუცა და უარეს შორის გაკეთებული არჩევანი ცუდის სასარგებლოდ. ვიღაც შეიძლება დარჩეს უკმაყოფილო. ჩვენ შეიძლება ვნახოთ იქ სამოქალაქო ომიც, რაღაცა ნაწილები გამაგრდნენ, ზოგი უშგოროდში, ზოგი იმ ლვოვში. ანუ კაცმა არ იცის ეს პროცესი. ნუ ეს ძიმე სცენარი სამწუხაროდ ჩვენ ეს რუსეთშიც კი ვნახეთ, ხო? პრიგოჟინის ამბოხი რაღაც ამბოლოს და მოდი გავიცოლისწინოთ ეგეთ რაღაცა. ესეთი ძიმე სცენარი რაც ჩვენ აღწერე, ერთხელ განვითარდა უკრაინაში. საუბარი მაქვს მე 1918 წელზე. როცა უკრაინა ახლა დამოუკიდებელი. ყველას ებრძოდა. კი, ყველას ებრძოდა. მაშინ როცა პეტლიურ აკონტროლებდა უკრაინის დიდ ნაწილს, მაშინ რაც განდევნეს ხეტმანი, რომელიც იყო გერმანელების დასმული, მახრონ აკონტროლებდა სამხრეთ ნაწილს. ხო, ანუ მსგავსი სიგიჟე მოხდა ერთხელ. ეხლა მე 2014 წელს როცა მოხდა ყირიმის ანექსია, იმედი გამიჩნდა მაშინ, რომ აი გაიღვიძებდა უკრაინული ნაციონალიზმი, რომელსაც ხადია ქონდა სერიოზული პრობლემები იდენტობის. და ეხლა როცა ამ ომის დროს, ეხლა ამ სკანდალმა მე იმითაც პირდაპირ ვიტყვი, ხა შოკი მოახდინა ჩემზე ამ სკანდალმა, იმიტომაც არა მხოლოდ იმიტომ, რომ უბრალოდ ფული მოიპარეს. მე მაინც ველოდი, რომ ასეთი მასშტაბის ომი, ესე თქვათ, უკრაინელებს შეკრავდა სახელმწიფოებად მოაზროვნე, ესე თქვათ, ელიტა ჩამოყალიბდებოდა რა და არ მეგონა თუ მართლა კიდევ ამდენ ფულს მოიპარავდნენ. აი, როცა აი ამ ომის პირობებშიც ამდენი ფული მოიპარეს, ესე თქმა უნდა არ არის მან დამენსკაი ნიშანი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჯერჯერობით მაინც ვერ შეიქმნა იქ სახელმწიფოებად მოაზროვნე ელიტა. და კვლავაც არსებობს იდენტობის პრობლემა, როგორც ჩანს. ანუ ეს დაიმსგავსა ამ ავღანურ კამპანიას, როცა ავღანეთში 20 წელი აშენებდნენ რაღაც უსაფრთხოების სისტემას ამერიკელები, მაგრამ საბოლოო ჯამში, როცა თალიბანი ისევ დაიძრა და უთხრეს, რომ თქვენ უნდა იომოთ და ჩვენ დაგეხმარებით, ის ყარზაი ეუბნებოდა, რომ არა, აი შენ. ნუ იქ იმად დასწრულ მთავრობას, ამერიკის დასწრულ მთავრობას უგორს გაიგო არ ქონდა საბოლოო ჯამში იმდენად დიდი მხარდაჭერა და ამიტომაც მარტივად ჩაბარდა სოფლები და ქალაქები ტალიბანს მერე. არა, ნუ ეხლა სკეპსისი ხო ზელენსკის მიმართაც არის, იმიტომ რომ ის რაღაც კონკრეტულ პოლიტიკურ турბულენციაში გახდა რაღაც სიტუაციური პრეზიდენტი, ძალიან ისეთი წარსულით რაღაც პროექტს გავდა, მაგრამ მან დაიჭირა ერთგვარი რაღაც ნაციონალისტების მხარე, იმიტომ რომ იქ რაც შენ ლაპარაკობ უკრაინულ ნაციონალიზმზე, აქ ხო შინაარსია მთავარი, რას გულისხმობ ჩვენ ამ ნაციონალიზმში? ეს არის ის აი ესეთი ბანდერული ნაციონალიზმი, რომელიც ეხლა დგას, რომ აი მთავარი არის ენა, არმია, აი ამ მიმართულებისა შეფერილობის, როცა ჩვენ ხედავთ იქიდან გვესმის ჩვენ სხვადასხვა მოაზროვნები, რომელიც იძახიან, რომ სხვანაირი უნდა ყოფილიყო, არ შეიძლება რუსული ენის გადევნა, ჩვენი იდენტობა სხვანაირია, ჩვენ მულტიეთნიკური ვართ. აი ამ ტიპის ახალი სახელმწიფო, ანუ პრაქტიკულად რუსეთის საპირწონე, ოღონდ იგივენაირი პრინციპით აგებული, იქ ვერ გაკეთა. ამ პროექტზე უარი ითქვა და აი დღეს არესტოვიჩი თუ იმას აკრიტიკებს სიტყვაზე ზელენსკის, მისი საფუძველი ამაზე დგას, იმიტომ რომ მას განსხვავებული პროექტი ჰქონდა მომავლის უკრაინის. ამაზე ეხლა გაუჩნდა ეგ პროექტი თავის დროზე მახსოვს. თავის დროზე ამ პროექტზე ლაპარაკობდა, ეხლა უბრალოდ პირდაპირ კრიტიკაზეა გადასული, ანუ უკვე როგორც დამარცხებულ ძალას აი სხვა შორს მოდი რა შეიძლება გაიხსენოთ, ხა სუსტი პარალელი ცხადი არ არის, მაგრამ აი ყაზახეთი ავიღოთ, კიდევ ერთ უზამაზარი პოსტსაბჭოთა სახელმწიფო. ყაზახეთი მაშინ როცა იშლება საბჭოთა კავშირი, როცა იღებს დამოუკიდებლობას, თავზე ეცემა ეს უპრობლემოდ, განსხვავებით ჩვენგან, ჩვენ ლამის შევეწირეთ, ხო დამოუკიდებლობის მოპოვებას, ამდენ უკიდურება გადავიტანეთ. ყაზახეთში თითქმის არავინ არ საუბრობდა ყაზახურად, ნუ ქალაქებში ყოველ შემთხვევაში, რუსულენოვანი იყო თითქმის თავიდან ბოლომდე. უზამაზარი რუსულენოვანი დიდი უმცირესობა ჩრდილოეთ ნაწილში და კიდევ ერთიც, ხა ყაზახეთს როგორც ასეთი სახელმწიფოეობა ბოლოს როდის ჰქონდა. სტალინმა მოუხაზა ყაზახეთის ტერიტორია საბჭოთა კავშირის ფარგლებში 1926 წლის კონსტიტუციის მიხედვით, რომ ისე შედიოდა რუსეთის ფედერაციის ჩვეულებრივად, ხო? მაგრამ ნაზარბაევის ფაქტორმა იმუშავა, გაუმართლათ მათ, რომ ესეთი ლიდერი ყავდათ. მან დაიწყო მეთოდურად ძალიან ნელ ისე რომ არ გაიღიზინებინა რუსეთი ყაზახეთის ყაზახეთიზაცია, მოდი ესე თქვა, ყაზახური ენის დამკვიდრება. დედაქალაქი გადაიტანა სწორედ იქ, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობდა. რატომ? რომ იქ შეეტანა სწორედ ყაზახური ელემენტი. აი ძალიან ესე თქვა მეთოდურად მოახდინა ეს ყველაფერი. ისე რომ არ გაიფუჭა ურთიერთობა. აბსოლუტურად. როცა შენ ცხოვრობ ევროპაში და როდესაც კიდე არსებობს გეოპოლიტიკური გეგმა, რომ შენგან ვიღაცამ ანტირუსეთი გააკეთოს. აი, მაგისკენ მივდივარ. ზუსტად, მაგეთკენ მივდივარ, გეთანხმებ კი. უკრაინა ჯერთი რომ არ გაყვა მსგავს გეგმას, და იმიტომ რომ ფაქტია როცა 2014 წელს ყირიმი წაართვეს რუსებმა,
ერთოფი არ გავარდნილა. ანუ ჩაბარდა იქ ევროპა პირდაპირ რუსებს, იმიტომ რომ ისინი რუსებად გრძნობდნენ თავს. ან უკრაინის მთავრობამ რამდენი მთავრობა გამოიწოლეს იმ დროისთვის 4 მგონი, ხო? ვერ მოახდინა ყირიმელების ინტეგრაცია ვერანაირად და ვერ დონბასელების უგურ გაიგო უდიდესი ნაწილის. ყირიმში ალბათ თითქმის 100%-ის და უდიდესი ნაწილის დონბასელების. ეს იყო სერიოზული პრობლემა მათი, ანუ ეს ვერ ქნეს. რატომღაც აი ეს ვერ გაიაზრეს, ეს ექცეოდა უდიდესღაც პრობლემაც. და პლუს ამას დაემატა ის, რომ ცხადია ახლა ვიღაცებმა მოინდომეს ანტირუსეთის პროექტის განხორციელება იქ. მე პირველად როცა მოხდი კიევში, ძალიან მიყვარს ეს ქალაქი და კარი მოგონა იმაკავშირებს. 2007 წელი იყო და მოხდი დაახლოებით ისეთ დახურულთ შეხვედრაზე, რომელიც ახლა ქონდა ბუდაპეშტში. ანუ ეხა ეს დახურულთ შეხვედრებითაა საინტერესო. იქ სიმართლეს ლაპარაკობენ, არ ყელყელაობენ და არის პრანჯებიან და პროპაგანდით არიან დამოკიდებული, დაკავებულები არ არიან პროპაგანდისტული მესიჯების გავრცელებით. და იქ მე გაუგნებული დავრჩი, ესე თქვა, ჩემი პირველი, ესე თქვა, გასვლა იყო აი ამ სივრცეში უკრაინისკენ, გულისხმობ. რა სერიოზულად მუშაობდა იქ იგივე პოლონეთი. ძალიან სერიოზულად მუშაობდა იგივე პოლონეთი. რაც თქო უნდა ახლა აბსოლუტურად ბუნებრივია, იმიტომ რომ ოდესღაც ნაწილი ახამდელი უკრაინის იყო პოლონეთის შემადგენლობაში, ოდესღაც პოლონეთი იყო ძალიან ძლიერი სახელმწიფო რეჩპოსპოლიტა, მოსკოვიც კი აიღეს, ხო? და უკრაინაზე მთლიანად მათი ჭირა თვალი. და როცა უკრაინის თავრობა როგორც ჩანს ვერ შეაფასა ეს ამდენი პრობლემა ერთად, რომ იქიდან შენზე თვალი უჭირავს სხვას, იმას რუსეთს უჭირავს თვალი, ევროპაში არის ნაწილი, რომელსაც უნდა რომ აქციოს ფორპოდაც რუსეთის წინააღმდეგ, ამხელ რუსულენოვანი უმცირესობა. ამას ვერ მიხედეს. ვერ მიხედეს ერთმა ჩემმა მეგობრმა მითხრა, რომელიც ჩემზე უკვე იცნობს უკრაინას, ნაცხოვრები უკრაინულიც იცის, რომ კიეველები ცოტა არ იყოს ზემოდან უყურებდნენ დონბასელებსო, ყირიმელებსო, რაც გასაგებია ხა. კიევი ფანტასტიკური უკრაინის ევროპული ტიპის ქალაქია. და კი ზემოდან ყურება ერთია, მაგრამ ხა მეორე სხვა ხომ გაითვალისწინო, რომ ის თუ აქცია შენს მოქალაქეთ, თავიდან ბოლომდე თუ არის იგზნობს ის თავს შენ მოქალაქეთ, მე შეიძლება მტერმა გამოიყენოს შენს წინააღმდეგ, როგორც ჩანს აი ეს მოხდა ხო ჩაოლებრივად. შენ მართალი ხარ, იმიტომ რომ მე ყაზახეთში რამდენჯერმე მომიწია ჩასვლა და აი ხა ეთნიკურ დონეზე ძალიან კაფიო არის სხვაობა ხო ჩვენ იქ ესეთ ნარევს ისედაც ვერ ნახულობ, ან კეთრად გამოხატული აღმოსავლური გარეგნობის ადამიანები არიან, ნამდვილი ყაზახები, ესე ვთქვათ, ან ჩვეულებრივი ეთნიკური რუსები. ანუ შენ რო ესეთ რუს ბჭყალებს ჩვენი გაგებით, ხო, რო კითხო, ის გეუბნება რომ მე ვარ ყაზახი. ჩვეულებრივ, ანუ იქ ყაზახეთის მოქალაქე გეუბნება რომ არის ყაზახი, მიუხედავად იმისა, რომ ეთნიკურად კეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ მათი იდენტობა არის აბსოლუტურად ესეთი მთლიანი რა. ეს იყო ჩემთვის ძალიან ესეთი გასაოცარი. რომ დაუბრუნდეთ ჩვენ, ხო, ეს მომავალი ძალიან რთულია, რამდენიმე ისეთი სცენარი შეიძლება არსებობდეს და ამ შემთხვევაში მაინც მგონია, რომ ეს უკვე რაღაცნაირად ამერიკას უკვე ეს ერთგვარად დათმობილი აქვს. უბრალოდ აქ ლაპარაკი არის, აი როგორ მოხდება ეს შეთანხმება. და აქ ჩდება სწორედ ეს 28 პუნქტიანი, რომელიც ჯერ გაჟონა, მერე დაადასტურეს და შენ ცოტა ხნის წინ აი დღეს დაწერე კიდევაც აი 28 პუნქტის შეფასება. ჩვენ სტუდენტებსაც შეიძლება უთხრათ და ბოლოსში გაქვს ესეთი ფრაზა, სადაც ამბობ, რომ ამაზე რომ პროფესიონალებმა არ იმუშავეს, ის რამდენიმე პასაჟს ეტყობა კიდეც და რა იგულისხმება. იქ საუბარი იყო, რომ რუსეთი და ამერიკა უნდა გადაერთონ, რუსეთს და ამერიკას ერთმანეთში გაფორმებული აქვთ რამდენიმე შეთანხმება, რომელიც ეხება ბირთვული შეიარაღების კონტროლს. იქ ნახსენები იყო ერთ-ერთი ესეთი შეთანხმება, რომელიც დიდი ხანია ამოიწურა, რომ ამაზე უნდა იმუშაონ. ანუ შეეშალათ შეთანხმება, არასწორი შეთანხმება ჩაწერეს, ორმხრივი შეთანხმება ბირთვული შეიარაღების კონტროლის. და აქედან ჩანს ხადია, რომ იმუშავეს როგორც ჩანს არადიპლომატებმა. ანუ შეიძლება იმუშავა იქიდან ვიტკოფმა, რომელიც არ დიპლომატი და რუსეთთან იმუშავა დიმიტრიევმა, ხო? ის რო ახლა დაბძოლი კიდევაც რო ახლა რუსულად დაუწერეს სიგიჟია, იმიტომ რომ ეს დიმიტრიევი ინგლისურად ჩვენივრად ფლობს სტენფორდში არ ნასწავლი და სისულელეო რუსებმა რუსულად დაწერილი გეგმა მიუდანონ ამერიკელებს ეს სიგიჟია. ჩაოლებერია. და ამიტომაც ეს ლოგიკური ვერსია გამიჩნდა, რომ როცა ჩაუტანა ეს ამერიკელებმა ვენსის მეგობარმა ჩაიტანა დრისკოლმა, დრისკოლი არის არმიის მინისტრი, სეკრეტარი. დრისკოლმა ჩაუტანა უკრაინელებს, როგორც ჩანს იქ თარგმნეს მე უკრაინულად და მე გონჩარენკომ, ცნობილმა გონჩარენკომ, როგორც ჩანს ეს უკრაინული თარგმნილი ვერსია მე გადასცა პრესას, როგორც ჩანს მე ეს უკრაინული ვერსია თარგმნეს ინგლისურად. ფიქრობ თუ არა, რომ მაინც მე მაგალითად ეხლა როცა ვფიქრობ, კი ეხლა ბევრი გამოხატავს სკეპსის, ამას ხელი აზრს არ მოეწერება, პუტინის მე ჩვენ გვესმის ხოლმე ესეთი არგუმენტი, რომელსაც დამაჯერებლად ბევრი
ესეთი გლობალისტი ამბობს ხოლმე, რომ პუტინს უნდა ომის გაგრძელება, იმას არ უნდა სინამდვილეში მშვიდობა, აი რატო ლაპარაკობენ პუტინს რა უნდა, როცა მაგიდაზე რაღაცა დევს და შენ უბრალოდ ამაზე უნდა დააფიქსირო ხო პოზიცია, მაგრამ ამ ჯერზე მე მაინც აი 50-ზე მეტი პროცენტი მგონია, რომ სერიოზული შანსია, რომ ეს შეთანხმება გაფორმდეს. 28 თუ იქნება უცვლელი, მე მგონი პუტინი ამაზე წავა, არა გამორიცხული. არა, ხო ეხა ეს მისი მონაწილეობით რა თქმა უნდა ეს მოხდა და იქ უკვე ტექსტაც ეთყობა, რომ თქვა მას უკვე აქ ჩადებული, რომ რა შეიძლება დათმოს, რა არის მეორე ხარ, რაღაც არის პირველ ხარისხოვანი რა. და მე მგონია, რომ იმას სიტყვაზე არ დათმობს და იმიტომ რომ იქ ნაღმებიც არის ბუნებრივად ჩადებული. ხა შენ თუ 100 დღეში იმას არჩევნებს ჩაატარებინებ, შენ თუ რუსულ ენას სტატუსად აღიარებინებ და სხვადასხვა რამეს ეს წარმოადგენს რუსული პოლიტიკის ისეთ რბილ ძალას, რომ ის ადრე თუ გვიან იქ მთლიან უკრაინაში შეცვლის. ნუ ეგ არ ვიცი ხა მომესმე რამდენად იმუშავებს იქ რუსულის ბელაკაცმა არის, მაგრამ აქ ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი არის დონბასის დათმობა რუსეთისთვის. დონბასი 2014 წლიდან მოყოლებული უკრაინელებმა გაამაგრეს სერიოზულად, იქ სერიოზული ფორტიფიკაციები გააკეთეს. დონბასის დასლა ნიშნავს იმას, რომ ესენი დაიხევენ უკრაინელების ეს ტერიტორიებს, სადაც ფორტიფიკაციები პრაქტიკულად არ არსებობს. ამიტომ გავს ეს დოკუმენტი კაპიტულაცია სოციალურ ვახსენებთ ხო? მე უკვე ძალიან მარტივი იქნება უკრაინის აი ამ კუთხით თავდაცვითმდიანობის გაჩერებას და მთლიანად რაღაც აი ახალმოცემულობაში გადაყვანას, მაგრამ მე ხვალდაზე გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ხო ეს ხელისუფლება სულ ესე ხო არ იქნება, რა შეიცვლება უკვე იქ მანდევს სწორედ საფრთხე. ამაშია საქმე, ანუ ამ პუნქტის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ არსებობს საფრთხე უკრაინის როგორ თქვა, აი კასტრაციის რა. იმიტომ რომ შენ თავის უნარიანობას აი უნახევრებს შეიძლება ითქვას, ჯერ ჯარს ხომ მცირებენ, მაგრამ კიდევ უფრო სერიოზული დანაკლისი იქნება ფორტიფიკაციებზე უარის თქვა. თუმცა აქ მეორე ვარიანტი ხა იტყვის ვარს უკრაინა და ევროპა, ანუ თავის ვერსიაში შესთავაზებენ რუსებს, აქეთ გემინდეს ყველაფერი, რუსები ცხადია ამაზე არ მოაწერენ ხელს. გაგრძელდება ომი და გაგრძელდება ომი ამ ფორმით და ეს ფორმა ცხადია ეხლა ყველა ხვდება უკვე მას მეგონი აღარ დარჩა არავინ. ეს ფორმა მიმდინარეობა, საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა რუსეთს უფრო აწყობს, იმიტომ რომ ეს გამოფიტვის ომია და გამოფიტვის ომში იგებს ის ვისაც ყავს მეტი სოციალური ძალა და ვისაც არ ენანება თავის სოციალური ძალა. იგებს, მაგრამ საბოლოო ჯამში მას შეიძლება ხანგრძლივი ომის შედეგად უბრალოდ წაიღოს უკრაინული ტერიტორია, თუნდაც მთელი უკრაინაც რომ წაიღოს, მაგრამ ანუ ევროპული პოლიტიკა არის რომ მე ამასობაში ვიგებ დროს და დანარჩენ ევროპას მოდი ესე ვთქვათ ვამაგრებ რა. და შენ დაგარჩევ და შენ იქნები ისევ იზოლირებული. მე მგონია რომ სწორედ ეს არის ის სცენარი, რაც ამერიკელებს არ აწყობთ, იმიტომ რომ ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს ცივი ომის პირობებში დაბრუნებას, როდესაც რკინის ფარდა სადღაც რაღაც ხაზზე. მოდი დავაზუსტოთ ცივი ომის პირობებში დაბრუნებას, როცა სამი დიდი სახელმწიფოდან, ჩვენ რაღაც სამი დიდი სახელმწიფო აქვს სოფლიოში, უძლიერესი ამერიკა, მერე ჩინეთი, მერე რუსეთი, რომ ამერიკა იქნება უმცირესობაში, ჩინეთი, რუსეთი მის წინააღმდეგ. ხო, აი ეს არის. აი ეს მოცემულობა ამერიკა როგორც სუპერ სახელმწიფო ხდება, რომ ეს არ აწყობს და ამას დაემატა აი ამ დიდ სახელმწიფოებს კიდე საკმაოდ წონიანი სახელმწიფოები, რომელიც იქითა ბანაკში რჩებიან. ინდოეთი ძალიან რთული ვითარება სამხრეთ ამერიკაში, გადაგაყლაპინებს მე ვენესუელას, ანუ ის ამერიკული ძველი დოქტრინა რომ დასავლეთ ნახევარსფეროზე ის ბატონობდეს, ესეც კითხვის ნიშნის. ხო, ნუ ახოთ ვენესუელა. მაგრამ ნერის თქმა მინდა იცი რომ აი სწორედ რომ ამერიკის ინტერესი ერთის მხრივ ესე გამოკვეთილი ჩანს და ესეთი ჩავარდნილი შეთანხმებებიც ვნახეთ. ეხა შენ ისევ ერთგვარი ბილდაპი გააკეთო, კიდევ ახალი რაუნდის რაღაცა ახალი მექანიზმები აამუშაო, ნაბუ აამუშაო, ზეწოლის ამ მეთოდებს მიმართო და ბოლოს მიხვიდე იქამდე რომ ისევ რაღაცა ბალტიის პირულმა პოლიტიკამ შენ ეს ისევ ჩაგიშალოს. ესეც რამდენად ის არის, ესეც თავმოყარეობას ლახავს, ესეც შეუწყობელია პროექტირებას აკეთებ, რომ ხარ სუპერ სახელმწიფო და ვერ ახერხებ, რომ უბრალოდ ანუ ზელენსკი მოწერა. კი, აი ის რომ კაიაკალას არ შეხვდა რუბიოც კი ხას უსვა, იმიტომ რუბიო უფრო უჭერს მხარს აშკარად უკრაინას, ვიდრე ვენსის ფრთა. შეიძლება ითქვას ევროპულ პოლიტიკას დამოკიდებული. ანუ ვისაც არ სურს როგორც ჩანს, ნუ დაიღალა იმითი, რომ ეხლა საბოლოო ჯამში უნდა უთანხმოს ეს ყველაფერი უკავშირით ბიუროკრატიას, რომელიც ეხლა ჩვენ ვიცით ყველამ რომ ტრამპის ადმინისტრაციას ევროპული ბიუროკრატია ბილად თქვა მაინდამაინც გულზე არ ეხატება, ხო? და ეს მომენტია სერიოზული ტრამპის გამაღიზიანებელი ცხადია ტრამპისთვის. რომელიც ღიად უჭერს ხას იგივე ორბანს, რომელიც არის დაპირისპირებული თქვა თურსულასთან და ასე შემდეგ. კი ბატონო, ხო და ამიტომაც ამწური რუბიოს კი გამეორებ არ შეხვდა კაიაკალას. ხო და აი სწორედ ამის გამო რასაც ვამბობ რომ ჩემთვის ცოტა რთული მისაღებია რომ სუპერ სახელმწიფო მორიგ ჯერზე უნდა ჩაფლავდეს თავის სამშვიდობო ძალისხმევაში, ხო რაც აქვს გაცხადებული. იმიტომ რომ ის რეგალიები ვით იწერს რა, ძალიან მყიფე მშვიდობებია თუ მან რამეს მიაღწია, კაცმა არ იცის. მაგრამ აშკარად მოსწონს და იწერა. მაგრამ მას მოწონს აი ამ რომი დაამთავრეს.
მონიშნების გაკეთება, რომ ის ამთავრებს აქ ომებს და მე ამას ესე თავის აქტივში წერს, ხო და მას ტრამპ ჩვენ ვიცით რა ახასიათებს. არა მარტო ეს, მე რაც უყურებ ტრამპ ზოგადად აჩქარად არ მოსწონს ომი როგორც ასეთი. როგორც ჩანს ტიპიური ბიზნესმენია, რომელიც ფიქრობს, რომ ხა ბიზნესისთვის ომი ცუდია. არ მოსწონს აჩქარად ომი, რომ ხალხი ერთმანეთს ხოცავს, აჩქარად არ მოსწონს, ეთყობა. ეთყობა მას, ძალიან ხშირად იმეორებს, რომ აი ამდენი ადამიანი ხოცება და გულწრფელად იმეორებს. ეხლა ჩემი იდეალი ტრამპი არ არის, მაგრამ ეს აშკარად იგოთება ხოლმე ის გამოსვლებში. ეს ერთი. მეორეც არ შეიძლება ომის ეკონომიკა არ მოსწონს. ომის ეკონომიკას არ მოსწონს აშკარად. ხო. ანუ მაინც ეთყობა ძველი მშენებელი როა, გრევაში ფულის კეთებას ურჩევნია მშენებელში. კი ბატონო, დეველოპერია, კი ეთყობა ეგეც. გაზაზე ზუსტად ეგ მომენტია და დილის არსად მოიფიქრა რომ აქ რივიერა სავარჯიშო. კი, ზუსტად და ისა ზელენსკის უთხრა, არ იყო და მაინც სასიამოვნო საყურებელი რო უთხრა, ეხლა ვაპირებ, რომ გვირაბი გავჭერა ამერიკიდან რუსეთზე. შენ როგორ მოგეწონებაო და იმისთვის შოკი იყო და მე არ მოგეწონება უთხრა. ანუ ფიქრობს ეხლა ეს ომი რომ დამთავრდება 20 პუნქტში ხო წერია რომ ერთობლივი პროექტები. ერთ-ერთი პროექტი აშკარად რომელიც ჩაფიქრებული აქვს იმ გაყენებული რუსული ფულით არის რომ აშენონ როგორც ჩანს ალიასკიდან რუსეთზე გვირაბი. ნუ ფიქრობს რომ რატომაც არა, ხო? იმიტომ რომ თუ ეხლა ამერიკას ამერიკას ელოდება დაპირისპირება ჩინეთთან, ასე დროს შენ თუ გზას გაჭრი რუსეთზე ეს ნიშნავს რომ ეხლა შეიძლება შენ მეგობარი არ ხდება რუსეთი, მაგრამ ნუ თადეს არ არის რუსეთი ჩინეთთანა შენს წინააღმდეგ. მისთვის ძალიან სიმბოლური მნიშვნელობის ალბათ. ხედავს რომ რუსული სახელმწიფო წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით მაინც სუსტია გიგანტებთან შედარებით. რუსეთი ხედავს ისტორიულ შეაძლებლობას, რომ ის დარჩეს ამ მაგიდასთან ისევ სუპერ სახელმწიფოდ და ერთგვარ პოლუსად, ხო? და ერთი მომენტი არ დაგვავიწყდეთ ჩვენ. ჩინური საფრთხე მასაც ემუქრება ელემენტარულად. კი, რა თქმა უნდა, ერთი მომენტი არ დავიწყოთ ჩვენ ახლა. ამერიკას ჭირდება ძალიან გერძოდებული აქვს კრიტიკული მინერალებს რო ეძახიან, ხო? იშვიათი მინერალები. 80% ხა მოდის ჩინეთზე. ამ მინერალების მოპოვების ხას უსვამს. შეიძლება სხვაგან არის, მაგრამ მოპოვება ვერ ააწყეს. და ამერიკა როგორც ჩანს ჩქარობს ამ ომის დამთავრებას იმიტომაც, ეს აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ უკრაინის ტერიტორიაზე დაიწყოს მოპოვება კრიტიკული მინერალების და ასევე რუსეთს დაეხმაროს ერთობლივი პროექტები აწყონ რუსეთში, და რუსეთს როგორც ჩანს ტექნოლოგიები აკლია ჯერჯერობით რომ მოიპოვოს კრიტიკული მინერალები. ამერიკას უნდა კრიტიკული მინერალები მოიპოვოს უკრაინაში და რუსეთში, რომ ჩინეთს იქნოს ნაკლებად დამოკიდებული. როგორც ჩანს რუსების გათვლაც ეს არის, რომ ეხლა რო არ იყვნენ ბოლომდე ჩამოკიდებული ჩინეთზე, ამის საფრთხე ცხადია გამოიკვეთა ამობის ფონზე, ისინი ჩინეთს საკმაოდ მიეწეფნენ და მის უმცროს პარტნიორად იქცნენ. აი ეს რაღაცნაირად დააბალანსონ ჩინური გავლენა, ამერიკას მისცენ უფლება რომ რუსეთში მოიპოვოს კრიტიკული მინერალები, მოიზიდონ ამერიკული ტექნოლოგიები, ინვესტიციები. აბალანსონ. ჩვენ მოვესწარით 40 წლის წინანდელ წარსულს. როდესაც საბჭოთა კავშირში დაიწყო გარდაქმნა. მე მგონი ეს არის აი შემოbrunული. მე კარგად მახსოვს კი. ხო. და მე კი ვიყავი ბავშვი, მაგრამ მაინც ეს მომენტი მახსოვს და ძალიან ეს პრესაშიც აისახა, ხო, დაიწყო ახალი ტალღა. პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ ცივი ომი სწორედ მაშინ დამთავრდა. ის უკვე დანარჩენი გარდაუვალი იყო თავის ბერლინის კედელის ნგრევა და აშენება. თავარი იყო გარდაქმნა და ეს რეიგანის ადმინისტრაციის დროს ეს დაწყებული ურთიერთობები უკვე გორბაჩოვის ადმინისტრაციასთან. და რაღაც ერთობლივი პროექტები, რაღაცა მშვიდობის მოწოდებები, განიარაღება, ეს აჭრელებული იყო, ხო, უკვე გლასნოსტის პერიოდში. ესეთი მოწოდებები და ერთობლივი ფილმების გადაღება და ასე შემდეგ. ანუ ტრამპისთვის ეს 80-იანი წლები არის მისი, აი ესეთი რა, უკვე შემდგარი ბიზნესმენია, უკვე სელებრიტია, თან ახალგაზრდაა და ერთგვარი ოქროს ხანა. მოსკოვში იყო ჩასული მენეჯერი მაშინ. ხო, მე ეჭვი მაქვს, რომ ის რო ლაპარაკობს, რომ აი ეს დიდებული ამერიკა რო ახსოვს, აი ამ პერიოდს გულისხმობს რა, იქ რო ნიუ-იორკში ამერიკის აყვავება იყო 90-იანი წლები ზუსტად. ეს 90-იანი, მაგრამ ეს 80-იანებში, ხო, უკვე აი ეს პროცესი დაიწყო, ამას ჩაეყარა საფუძველი. მე უბრალოდ ეს საბჭოთა კავშირი საერთოდ გაქრა, მაგრამ ეს ურთიერთობები ხო დარჩა, ის ბიზნესი და ეს ბიზნესი შევიდა ამ დროს სწორედ თვითონაც არის ნამყოფი, ხო, ამ რუსეთში და ამ რესურსის ათვისება და პრაქტიკულად კაპიტალისტურ ქვეყანად გარდაიქმნა რუსეთი. ანუ მას ეს პერიოდი უნდა ახსოვდეს ოქროს ხანა და იქ ფულის კეთების პერიოდი ახსოვს. ხედავს ამ საშუალებას და უიტკოფის ერთ-ერთი მთავარი როლი ის არის, რომ დღეს აიდან იწყება დიპლომატია, რომ ვინ ვის ენდობა. შეიძლება თუ არა ვიღაცის ნდობა, იმიტომ რომ ეგ არიან სკეპტიკოსები, აი მაიკ პომპეოც კი გამოვიდა ახლა იმაზე აღარ ვლაპარაკობ რუსეთში ყოფილი ელჩზე მაკფოლზე, რომელიც სკეპტიკოსები არიან და ისინი არ წმობენ რომ პუტინი არის დემონი, ამას მშვიდობა არ უნდა, ამას უნდა მხოლოდ ომი არის, ეს ერთი ეს ნარატივი და ისინი ამტკიცებენ ამას თეორიულად. და არის ვიღაცები ისეთ ზეხიან რომ არა, ამეთი ნდობა შეიძლება, ურთიერთობა შეიძლება და რუსებიც კარგად თამაშობენ ესეთ ტიპად. ცივილიზაციური მომენტიც ალბათ ბოლომდე არ უნდა დავივიწყოთ. რა თქმა უნდა, რუსეთი კულტურულად არის უფრო დასავლეთის ნაწილი, ვიდრე
ყოველ შემთხვევაში ჩინეთზე უფრო მეტად დასავლური რუსეთი, ხო? და ამიტომ ძალიან რთულია სხვა შორის განასხვავება. მას ამ კულტურული რბილი ძალა ძალიან სერიოზულად აქვს, ხო? და ამიტომ ამერიკას ხადია პრინციპში ალბათ ამერიკელისთვის უფრო კომფორტული არის ძალიან ადვილია საურთიერთოდ, სალაპარაკოდ, ასე შემდეგ ყველანაირად. ეხლა იმ ჩინეთის პრეზიდენტმა მეგონი მარტო ჩინური იცის და ჩინური რთული გასაგებია. ციომის დროს ეხლა ამდენი ჯეიმს ბონდის ფილმი გადაიღეს. და ჯეიმს ბონდის ფილმებში ძალიან ჯეიმს ბონდის ფილმებშიც კი რომელიც იყო ესე თქვათ ვიზე ციომის გმირზე ხო გმირზე რომელიც ებრძვის მეორე მხარეს აი მეორე მხარეს როცა ებრძვის ჯეიმს ბონდი ანუ რუსეთს ძირითადად იქაც კი იკვეთებოდა ხოლმე რაღაც სიმპათია ზოგში ხანდახან შეუყვარდებოდა რუსი შპიონი გოგო ძალიან ხშირად 2 თუ 3 სერიაშია რომ უყვარდება რუსი შპიონი გოგო ხანდახან ხდება ხოლმე რომ ერთად ებრძვის ჯეიმს ბონდი და ვიღაც რუსი კგბ-ს პოლკოვნიკი რეაქციულ ძალებს რუსეთის კგბ-ში ანუ აქაც კი იკვეთებოდა ხოლმე რაღაც იმედი იკვეთებოდა რუსეთში არსებობენ ესე თქვათ ნორმალური ჯანსაღი ძალები და არსებობენ ბნელი ძალები ხო და შესაბამისად ეს ნიშნავს იმას რომ აი ციომი დროსაც აი ჩანდა აშკარა და პროჩინური არცეთ ჯეიმს ბონდის სერიაში არ ყოფილა ჯეიმს ბონდი ახლოს ჩინელებთან არცეთ სერიაში ეს ნიშნავს იმას რომ ცივილიზაციური და კულტურული მაგრამ მაინც ეს არის დასავლეთი ყველაფერი ეფუძნება ანგარიშს და ყველაზე უფრო რელევანტური არის ის რასაც ვიძახით ჩვენ რომ აი ამ გაანგარიშებაში არის ესეთი ტიპის მოცემულობა ანუ შეგვიძლია თუ არა შევთანხმდეთ რახან ჩვენი დრო იწურება რომ დღეს აქვს უკრაინას არჩევანი ცუცსა და უარეს შორის და თუ რამე მე მაინც მგონია რომ თუ რამე ამას აფერხებს ამ არჩევანის გაკეთებას ეს არის აი იმ დარჩენილი ძირითადად ევროპელი ბიუროკრატების სურვილი რომ უბრალოდ ესე არ მოხდეს ანუ ისინი უბრალოდ ვერ იღებენ მოცემულობას სადაც შეიძლება ამას დაერქვას დამარცხება იმიტომ რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს ერთგვარი დომინოს ეფექტი აი თუ შეიძლება მოვასწროთ ეს მომენტი რომ ამერიკაც არ იყოს სულ ესეთი ჯერ არც ტერიტორიულად არის და ახლა 100 წელი დაჭირდა ხო იმ ზომის სახელმწიფოს გაკეთებას რაც დღეს ამერიკის შეერთებული შტატებია მაგრამ 30-იან წლებში დიდი დეპრესიის შემდეგ პრეზიდენტ რუზველტმა მართლა ეს ფედერალური სახელმწიფო შეკრა ერთგვარად და ევროკავშირში ჩვენ ვნახეთ ეკონომიკური ერთობა ესეთი ტიპის პროექტი რომელიც მაშინ ბუნებრივად ან უნდა გახდეს ესეთი მართლა ევროპაზე უნდა ვილაპარაკო თავისი არჩეული პარლამენტით და სხვა ტიპის არჩევნებით და პრეზიდენტით და ასე შემდეგ ან ემუქრება თუ არა მას ერთგვარი დაშლა მით უმეტეს როდესაც ბრიტანელებმა უკვე ეს ლახვარი ჩასწეს მათ გასულ ამ სიტუაციაში რაც ახლა გვაქვს თუ არ მოხდა ის რის იმედიც რუბიოს თქმით აქვს ევროპულ ბიუროკრატიაში რუსეთში რაღაც ამოტრიალდება ну, კარგი გამოსავალი უკრაინისთვის ხადი არ ჩანს. და მაგრამ ამავე დროს ახლა გავითვალისწინოთ ახლა ზელენსკის პოზიციიდან რო შეხევოთ, მას უჭირს ახლა ხელი მას ძალიან გაუჭირდება ხელის მოწერა ნებისმიერ ისეთ შეთანხმებაზე, რომელიც სიტყვის აი ეს ტერიტორიის დათმობას უბრძოლულად. ეს ხო ესეა. ძალიან იშვიათად ყოფილა იმ სიტუაციაშიც კი როცა თითქმის ამოწურული იყო გამარჯვების იმედი, რომ მოეწეროთ ხელი ესე თქვა კაპიტულაციაზე. და ბოლომდე მე მაინც აგრძელებდნენ ბრძოლას. ძალიან იშვიათად ყოფილა. რომ ხვდები რომ თითქმის აღარ არსებობს გამარჯვების შანსი, დრო შენ წინამდე მუშაობ და ვიღაცამ რაციონალურად შეიძლება ძალიან იშვიათია, ძალიან რთული ხდება რაღაცეები. პეტერმა გააკეთა ეს 1940 წელს. მე გამახსენდა ეხლა. პეტერმა გააკეთა. მაგრამ პეტენი რო არ ყოფილიყო, სხვა ვერ გაბედავდა ვერავინ ამის გაკეთებას და პეტენი ამის გამო მე კინაღამ ჩამოახჩვეს. კი და ის მე დეგოლმა გადაარჩინა, ეგ ძალიან საინტერესო ისტორია, ეხლა ძალიან მარტივად პეტენს მიაწერენ ხოლმე ის ერთგვარი მოღალატის იარო. ხო, მაგრამ წაგებული ხო საფრანგეთის ომი მაშინ. ხო, ეხლა ეს ნებდებოდნენ ჩვეულებრივ. დღეს უკვე ჩანს რომ სხვა გარე ძალებიც არიან ჩართული იმ ცდელობაში რომ ნუ საფრანგეთს მაშინ ისე არ ეხმარებოდა როგორც ისე აქტიურად როგორც უკრაინას ახლა ვაღიაროთ ახლა ისტორიული პარალელები არაზუსტია ახლა მიუნხენის კაპიტულაციას რო ადარებენ ეს ფლად არაზუსტია იმიტომ რომ მიუნხენში პიტაპირი ესე ჩააბარეს გერმანიას ჩეხოსლოვაკიის ნაწილი და აქ 4 წელია მე 4 წელი უკრაინა ომს და ეხმარებიან გარედან ასე რომ არაზუსტია ახლა მიუნხენის პარალელიც ხო ნებისმიერ შემთხვევაში ეს დამოკიდებული იქნება აი ამ ნოემბრის მიწურულს ცდელობაზე თუ ჩვენ რას მივიღებთ და ალბათ მე არასდროს არ დასრულდება დისკუსია რა როგორ ჯობდა უბრალოდ ერთი რამ უნდა გაითავისონ რომ ის ვისაც დღეს გული წყდება იმ გაგებით და ვისთვისაც ეს არასასურველი შედეგია რაც ახლა დგება მათნა ესმოდეთ რომ თუ ეს შედეგი იმისათვის რომ არ დადგეს სულ სხვა ძალისხმევაა საჭირო და არავინ ამ ახალ ძალისხმევაზე დღეს არ ლაპარაკობს არავინ არ ლაპარაკობს რაღაც დამატებით ერთგვარად ხარდაჭერაზე ხო ლაპარაკი არის რომ იგივე უნდა გაგრძელდეს ოღონდ აქაც არავინ არ გეუბნება ეს იგივე რატომ გავშიფროთ მე რუსეთში როდესაც თუ კი რამე ელემენტი არსებობდა იმისა რომ იქ რამე ცვლილება მოხდება დღეს რუსეთმა ამისგან გაიწმინდა
ეს ხალხი თუ პრიგოჟინი იყო ამის შანსი, პრიგოჟინის ეს ერთი ის შიდა თქვა სამხედრო გადატრიალება, სამოქალაქო გადატრიალება უკვე ლამის 2012-ში დამთავრდა, ხო? ნუ პუტინმა ეს ხალხი წასული არის იქიდან. პუტინმა თავის დროზე და იდეოლოგიამ რასთავარი იდეოლოგია დაეფუძნა ამ რაღაცა ფეხებზე ამდგარი რუსეთის პუტინმა გაითვალისწინა ის ამბავი რომ სხვა შორის პუტინს აქვს ნათქვამი რუსეთის დამარცხება გარედან შეუძლებელია შეიძლება დაშლა შიგნიდან და მას სხვა შორის იზღება ლენინი რომელმაც რუსეთში რევოლუცია მოახდინა და წააგებინა რუსეთს გერმანიასთან ომი. და ამიტომაც არსებობს ეს დოქტრინა რომ მოუჭირო აი ეს თანჩები. ამიტომაც შექმნა როსგვარდია. ამიტომ რუსეთი პუტინი რო არ იყოს იქ მე მგონი უკვე იმდენი ხანია პუტინი რომ იქ ადამიანები ისმოვლენ მათ ეს გამოცდილება აქვთ მათ იციან რომ თუ ეს არ გააგრძელებს როსგვარდია ამიტომ შეიქმნა. დამატებითი ჯარი შიდა უსაფრთხოების ამიტომ შეიქმნა როსგვარდია რომ აღკვეთოს გავსი ესე თქვათ გაატრიალებს ცელობები, შეაძლო გაატრიალებს ცელობები, აღკვეთოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს. ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იქ გაკვეთილები პუტინმა გამოიტანა. თუმცა ამავე დროს, რა თქმა უნდა, ხა თანამედროვე რუსეთისთვის ის ფენომენი, რომ ქვეყანას ამდენი ხანი ერთი კაცი მართავს, strongman-ს რო ეძახიან ეგეთი ტიპის ლიდერი, ეს გამოწვევა, იმიტომ რომ ეხლა ეს ერთი კაცი ოდესღაც ხო წავა და მე რასაპირებენ, ამას ჯერჯერობით პასუხი არ ჩანს. ეს გვინახავს მე-20 საუკუნეში ესეთი სცენარი და ის გარკვეული ხანი ეს როგორიც არ უნდა მოვიდეს, ის სისტემა აგრძელებს არსებობას. ხო, თუ ესეთ სისტემა შექმნეს სტალინის სიკვდილის შემდეგ, ხო, როგორ სტალინის სიკვდილის შემდეგ ხრუშჩოვი მოვიდა და დაიწყო სტალინის ლანძღვა და რეალურად შეარყია ამის მიუხედავად საბჭოთა კავშირმა არაფერი არ დაკარგა. სერიოზულად შეარყია. მან ბუდაპეშტიც მოაწყო პრაღაც და ასე შემდეგ, ხო? მე რის თქმა მინდა შეჯამების სახით რომ გათვლა იმაზე რომ ეხა აი ამ მოცემულობაში ხო რაღაც ამოტრიალდება ну ეს ძალიან სარისკო გათვლა ეს მაგის იმედზე ალბათ არ არის მარტივად ნუ იქნება ხო ნუ რამე მაგის იმედზე რუსეთი დაიშლება და ჩვენ კარგი გავხვდები ესე არ შეიძლება შენი ქვეყნის ესე თქვა გეგმები აწყო იმის იმედზე რომ ვიღაც ქვეყანა დაიშლება და იმის ლოდინში იყო ხო ანუ მოცემულობა და გამოწვევა არის რაც არის დღეს და ჩვენ დაველოდოთ მოკლედ ამ მოვლენების განვითარებას რანაირად შეიძლება რა ახალი კონფიგურაცია შეიძლება შეიქმნას. მადლობა თორნიკე სტუმრობისთვის, ძალიან საინტერესო დისკუსიისთვის. ჩვენ იმედი გვაქვს კიდევ შევხვდებით ამ ეთერში. ჩვენ მე კი დღეს გემშვიდობებით, ეთერში დავბრუნდებით მომავალ კვირას.